50 ხმით გაერომ ქართველი დევნილების სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო ქართულმა მხარემ საკუთარი მოთხოვნა დოკუმენტის სახით. ამჯერად გუშინ გაეროს გენერალური ასამბლეის 64 სესიაზე გაიდანა კენჭისყრისას 17-მა წევრმა უარი დააფიქსირა, 86-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში საუბარია ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილებზე რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად ქართული მხარე შედეგით კმაყოფილია. დელეგაციის წევრების თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს რუსეთის ფაქტორის მიუხედავად საერთაშორისო არენაზე მეგობრები ჰყავს. გაეროს 64 ასამბლეის შედეგი დღეს უკვე ქართულმა უმრავლესობამ შეაფასა. საერთაშორისო საზოგადოებამ ვერდიქტი გამოუტანა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ ეთნიკურ წმენდას რეზოლუციაში არის შესანიშნავი ფორმულირება ძალადობრივი შეცვლა დემოგრაფიული სიტუაციის. ის არის შემადგენელი ნაწილი იმ სამართლებრივი ძალისხმევისა, რასაც საქართველო და საქართველოს დიპლომატია ახორციელებს, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის შერყევის უფლება არ მივცეთ რუსებს და ჩვენ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს არ დაუკარგოთ ლეგალური, იურიდიული უფლება დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. მიროსალმები ამ რეზოლუციას ფინეთმა 25 სხვა ქვეყანასთან ერთად მხარი დაუჭირა რეზოლუციას. მე ვიმყოფებოდი გორში 2008 წელს, სადაც საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ გამოჰყავდათ ახალგაზრდები და ასაკოვანი ხალხი კონფლიქტის ზონიდან სადვირთო მანქანებით. ამ სანახაობამ წარუშლელი შტაბ-ეცვლება დატოვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ხალხი დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც რუსეთს საქართველოს შორის ასე თუ ისე შეიძლება საუბარი გაიმართოს. საქართველოს უნდა გააძლიეროს ეკონომიკური მოდერნიზაცია, რითაც უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს. საქართველო და რუსეთი აუცილებლად უნდა დაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს კიდევ ერთხელ არის დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ მსოფლიომ ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთმა განახორციელა და ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას, ტერიტორიების ოკუპაციას და ეთნიკურ დევნას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ძალიან დიდი რესურსი ჩადებული, ადამიანური და მატერიალური საინფორმაციო კამპანიის შორის ტიპის დოკუმენტები არ გაქვს. ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ალექსანდრე სტუბი საქართველოს საგარეო წყებაში დილით მივიდა. დახურული შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ორი ქვეყნის ურთიერთობები იყო, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხები. გარდა ამისა, სტუბმა ქართველი დევნილების პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება. დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის წევრებთან, ასევე პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. ალექსანდრე სტუბი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთანაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ფინეთი იყო თავმჯდომარე ევროპის ეუთოსი და ფინეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ევროპის სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბებაში და საქართველოში გამოგზავნაში, რაც რეკორდულ ვადებში მოხდა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ მინისტრს ჩამობრძანებისთვის. ნაყოფიერი საინტერესო საუბარი ქონდა, რომელიც ცოტა ხანში გაგრძელდება. აქცენტი, რა თქმა უნდა, იყო გაკეთებული საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებზე. 2008. მე საქართველოში 2008 წელსაც ვიმყოფებოდი. მაშინ ორჯერ მომიწია ჩამოსვლა. პირველად ომის დამთავრებიდან 2 დღეში. ბერნარდ კუშნერთან ერთად ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა თქვენს დასახმარებლად. 2008 წელს გორშიც ჩავედით. ქართულ ხალხს მინდა გულწრფელად ვუსურვო, რომ ევროკავშირის ნაწილი გახდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. საბოლოო ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. იმედი მაქვს, რომ მალე ვიზების გამარტივებაც გახდება შესაძლებელი. კარგია, რომ საუბარი დაიწყო ევროკავშირში საქართველოს ასოციაციის სახით შესვლაზე. ფინეთს დიდი ხანი დასჭირდა, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო. ხარია, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და თქვენ ევროპისკენ ილყვით. დევნილების პრობლემებს უფრო დეტალურად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წეროვანში გაეცნობა. დღის განმავლობაში დაგეგმილია მისი ვიზიტი ჩასახლებულ დევნილებთან. სტუბის გარდა ოფიციალურ ვიზიტებს განაგრძობს ეუთოს დელეგაციაც. საქართველოში ოფიციალური შეხვედრების გარდა წეროვანში ჩასვლას გეგმავს მარკ პერინ-დებრი შამბოც ეუთოს გენერალური მდივანი ოძისში მცხოვრებ დევნილებსაც მოინახულებს.
ამბასადორიალის სასტუმრო რედისონში დღესაც გრძელდება დღევანდელი შეკრება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გახსნა საზღვარგარეთ აკრედიტებულ ქართველ ელჩებს მან საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგია გააცნო. მისი თქმით დასახული მიზნის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია ელჩების მონაწილეობა, რაც მომავალში ევროსაბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ცისკარიშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიპლომატები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოფიციალური მოსკოვი ევროსაბჭოს რეზოლუციების არც ერთ მოთხოვნას არ ასრულებს. დღევანდელ ამბასადორიალზე სიტყვით გამოვლენ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი და ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინდებრი. შამბოც ამბასადორიალი გუშინ დაიწყო და ხვალ უკვე დასრულდება. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღესასრიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია და ბუნებრივია იგივე თუ რა პოზიციები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის ის კოორდინაცია, რომელიც საგარეო საქმეთა სამისო დიპლომატიური კორპუსის სისტემაში არსებობს და როგორ მოხდეს ამ თანამშრომლობის სისტემის კიდევ უფრო დახვეწა. რამდენად ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მოქნილი, ეფექტური და რასაკვირველია შედეგებზე ორიენტირებული. უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარეს იქნება მოხსენება თუ რა სტრატეგია აქვს საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო ორგანიზაციებში, საპარლამენტო ასამბლეებში და გავასწრებთ ჩვენს პოზიციებს, ჩვენს მიდგომებს, ჩვენს სტრატეგიებს და ბუნებრივია ამ სტრატეგიების ასრულებაში დაგვჭირდება ელჩების დახმარება და დეტალურად განვიხილოთ იმ მეთოდებს და გზებს, რათა ჩვენ კიდე გავაგრძელოთ ის აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე როგორც არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. რუსეთი არც ერთ მოთხოვნას ევროსაბჭოს რეზოლუციების არ ასრულებს და ეს ტენდენცია გრძელდება და არა მარტო გრძელდება, არამედ რუსეთის ოფიციალური პირები უკვე დღეს აცხადებენ, რომ ისინი არც აპირებენ ამ მოთხოვნების შესრულებას. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაქსიმალურად გაზრდილი ჩვენი მეგობრების და ასევე ნეიტრალური დეპუტატების ყურადღება ამ საკითხების მიმართ და ორმხრივი ურთიერთობები ჩვენი საელჩოების მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობა ასეთ დეპუტაციას და მართლაც მნიშვნელოვანია და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ელჩები იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები ჩვენი მხრიდან იმ ბოლო მოვლენებზე, იმ ტენდენციებზე, რომელიც განვითარდა ბოლო პერიოდში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ორგანიზებული ბიზნეს სამიტი გაიხსნა. შეხვედრა სასტუმრო თბილისი მარიოტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა. ბიზნეს სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის რესურსები, კომერციული თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოში, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა ბიზნეს განვითარებისათვის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილება. ორდღიანი შეხვედრების მიზანი ამერიკულ და ქართულ კომპანიებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაა. ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოში შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ხუან ვერდე იმყოფება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დღეს დიპლომატები გაეცნობიან. კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში 2 საათზე გაიმართება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც დაესწრება. კომისიამ მუშაობა სამართლებრივად 21 აგვისტოს დაასრულა, თუმცა სხდომები კვლავ გრძელდება. მორიგი განხილვა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან იგეგმება. საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ საბჭო შემაჯამებელ სხდომას გამართავს და პროექტს ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ გადაუგზავნის. პარლამენტის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას სექტემბერშივე დაიწყებს. საქართველოში რთველისთვის მზადება იწყება. რთველი 2010 საკოორდინაციო შტაბს სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს გურჯაანში გახსნის. სამინისტროს ინფორმაციით შტაბს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ტარიელ გაბუნია უხელმძღვანელებს. პირველ ეტაპზე საფერავის ჯიშის ყურძენი დაიკრიფება, შემდეგ კი რქაწითელი და სხვა ჯიშის ყურძენი. თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო. ალაზნისპირა სოფლებში, კერძოდ სამთაწყაროში, ფიროსმასა და საბათლოში კი უკვე დასრულდა. რთველი საკოორდინაციო შტაბი კი სასტუმრო რები გურჯაანში 27 აგვისტოდან ფუნქციონირებს.